აუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვას აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვადა გაუგრძელა. ცვლილებები აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების საკითხს შეეხებოდა, რომლის თანახმადაც კვოტების გადანაწილება მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევისას მკაფიო უნდა იყოს, რაც არსებული კანონის ინტერპრეტირების შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს წევრად ბეჟან გობაძის დანიშვნას, საკანონმდებლო ორგანოს ამის შესახებ დადგენილება ჯერ არ გამოუცია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ის შესაბამის გადაწყვეტილებას განჩინების გაცნობის შემდეგ მიიღებს. უმრავლესობის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ მათი ნების მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად უნდა აღსრულდეს. დღესვე ბიუროს ხდომაზე რესპუბლიკის 2014 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს. ბიუჯეტის კომისიებში განხილვის შედეგად გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნა. ბიუროს ხდომაზე გადაწყდა, რომ სესიაზე იგი ამ ფორმით გავიდოდა. გულისხმობს ისეთ ცვლილებებს, რომელიც გამორიცხავს მომავალში ყოველგვარ ბრჭყალებში ჩავსვამ გაუგებრობებს, მხედველობაში მაქვს ინტერპრეტაციებს, ინტერპრეტაციებს ასე თუ ისე კანონის საკითხვას. ეს საკმაოდ დიდი და რთული თემაა. ტელევიზიით გავიგე, სანამ არ წავიკითხავ, ვერაფერს გეტყვით. მე უნდა წავიკითხო უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება, უნდა წავიკითხო. იძლევა სხვადასხვა კუთხით განხილვის საშუალებას, აქედან გამომდინარე, უბრალოდ ბატონი პეტრეს ინიციატივით, პროექტით, ეგ არის უკვე დაზუსტებით იქ ასახული, რომ კვოტები, როდესაც განისაზღვრება, ყველა ფრაქციას მიეცეს თავისი კვოტის საშუალება. მე პირადად მიმაჩნია, რომ გობაძე თვითონ პოლიტიზირებული პიროვნებაა, ვეთანხმები ამ ნაწილში უმაღლეს საბჭოს უმრავლესობას, მაგრამ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა აგვერჩია, რადგანაც ის იყო ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი, მათი კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი. რატო ვამბობთ, რომ მთავრობა დღეს კარგი შემცვლება შემოიტანა? იმიტომ რომ 2 წლის განმავლობაში ვითხოვდით, რომ ქალაქში ყოფილიყო სტადიონი, მოხდარიყო რესპუბლიკის სამთავროს გადაკეთება. ვითხოვდით მოხდარიყო დაფინანსება აკადემიის. ეს ცვლილებები შემოვიდა, ფინანსება აკადემიას, კეთდება 2 პროექტი, ერთი რესპუბლიკური სამთავროს, მეორე კეთდება პროექტი სტადიონის პროექტი, ქალაქის თავის სტადიონის პროექტი. არ გვეთანხმება. ეს იმას, მაგრამ იძულებული ვართ გავაკეთოთ. იძულებული ვართ, თორე კიდევ ამბობ, რომ ჩვენ თვლით, რომ ჩვენ ავირჩიეთ ბორდი სწორად.